გარემო თუ არ იქნა, შემოქმედს პირველ რიგში გარემო ჭირდება. და იქიდან უკვე ეხსნება მუზა, ეხსნება мотивация, რომ რამე ისეთი გააკეთოს, რასაც აღიქვამს ამ თვითონ ამ გარემოში რაღაც სხვა სამყაროა და ბავშვები აქედან რომელიც უკვე ბევრჯერ წავიდა და გავიდა ესე იგი ოთახიდან ბევრჯერ უთქვია მშობლებს მოყოლე რომ როდის მივალთ ჯერ არ იყვნენ უკვე სახში მისულ და ეუბნებიან რომ როდის მივალთ როდის იქნება როდის მოვალთ გაკვეთილზე როდის ვიქნებით ესე იგი ჩვენ ამით ვივსებით რა თქმა უნდა პედაგოგები და ეს ჩვენთვის კიდე სტიმულია რომ ესე ბავშვები გავახაროთ და მივცეთ შესაძლებლობა გამოამჟღავნონ თავისი თავი და თავის გამომჟღავნება არის კიდე ერთი ნიუანსი რომ ეს არ დაკარგოს ბავშვმა თავისი მეობა, თავისი ხელწერა თავისუფალი ესე იგი სივრცის დაახმის უნარი შეუძლია ბავშვობიდანვე ეზიაროს ჩვენ სტუდიაში და კიდე არის ისეთი რა გარემოება, როდესაც სკოლაში ვერ ნახულობს თავის თავს, თავის ადგილს არის ასეთი მომენტები ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში, მოუყვანიათ ბავშვი, რომელიც არის ძალზე დაკომპლექსებული და ვცდილობ ჩვენ რომ ეს ბავშვი გავხსნათ და ნახოს თავისი თავი შემოქმედებაში. მონას უცებ ჩატეხე ხელი მაჯაში არ შეხედა? არა. აი ესე და გაკარი ისე. ესე ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს, აი. ნახე როგორ ვაკეთებ ხელს 1 2 1 2 ხელოვნება არის ზუსტად ძიება თავისუფლებისკენ. ადამიანი ეძებს ამ თავისუფლებას. ყოველთვის ადრე უფრო ვეძებდი სხვანაირი გზებით თავისუფლებას და ვცდილობდი რომ უფრო ბრძოლით და რაღაც პროტესტებით გაგვეკეთები ეს, მაგრამ ცხოვრებამ რა მასწავლა, იცით, უფრო ადამიანში თავისუფლება არის შინაგანი, თავში შეიძლება მოძებნო. ეს თავისუფლება თუ ვერ მიაღწევ პროტესტებით.